180 евро, აი ეს ყველაფერი და არ გადაიყვანოთ евро ლარში. თქვენი აზრით რა დაждდებოდა ეს ყველაფერი საქართველოში რომ შეგეძინათ? ხო, ეს ბონუსად. გადმოვედი იტალიაში საცხოვრებლად და გაჩვენებ თუ 180 ევროთ რა მომივიდა. ხმარ შეემჩნევთ, მაგარი გაცემული ვარ, უბრალოდ სხვა დროს ამ ვიდეოს ფიზიკურად ვეღარ ჩავწერდი. შოკოლადი. ეს არის ღვინო ხორცის მოსამზადებლად. გარიცალი. მაკარონი, სპაგეტი, ფისტაშები, შოკოლადის კრაკი, მაკარონი, კველი პარმეზანი, ბოლონეზეს საუსი, პესტო, კველი, რაღაცა საუსი არ ვიცი, აქ გვაქვს თევზის კონსერვები, მეორე, მესამე, მეოთხე პატარა, მეხუთე, მეექვსე. პესტო კიდე ერთი. ეს არის პესტო პამიდორი ჩერის რაღაცით. ეს არ ვიცი რა მაგრამ ძალიან აფიქრდა წმოვიღე. კიდევ ერთი ხველი. კატის პაშტეტი. მიდიები და სვის პროდუქტები. ეს ნახევარი ფაბრიკატები ხორცი. პროცეული წვენი. მეორე წვენი ატმის. აქ გვაქვს ორი ესეთი ბურგერი. აქ არის კიდევ ნახევარი ფაბრიკატები. 1-2. ზეთის ხილი. აქ გვაქვს თეთრი ღვინო. ისე ნახევარი ფაბრიკატები. მაგიდაზე უკვე აღარ ეტევა ეს ყველაფერი. ჩემ მხოლოდ 3 პარკი გავხსნით და კიდევ 3 პარკი გასახსნელია. 12 წალიერი ნაკინები შევთო. შუბი. 10 წალი კვერცხი. ცოტა გემრიელობები. აქ არის სუხორცეული და ამას გაჩვენებთ ახლა. ეს მესამე. ეს კიდე შემდეგი. ფური. ეს არის მოცარელის კველი. 1. მეორე. ამდენი ხორცები. ეს არის ღორის ხორცი ძალიან გემრიელად სულებში მozadებული. ეს არის კარბონარასთვის გვანჩარი. ხორცი. გარეული ტახის ცეხვი ეს გასაცინჯად 3 წელი წამოვიდა. დამატებით აქ გვაქვს ესეთი ლორი. შეხედეთ. ეს ყველაფერი არ არის, კიდევ ერთი პარკი. ერთი საუბარი. მეორე საუბარი. აისბერგი. არ გვაქვს ბულგარული ცაკა. პამიდორი. ნახეთ ამბილი მაშინი. 180 евро, აი ეს ყველაფერი და არ გადაიყვანოთ евро ლარში. თქვენი აზრით რა დაждდებოდა ეს ყველაფერი საქართველოში რომ შეგეძინათ? ხო, ეს ბონუსად.